ჩემი შემდეგი გმირი შესაძლოა ხვალ იმ 15,000 ადამიანს შორის აღმოჩნდეს, რომელიც შიმშილით მოკვდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. მარიამ გეგუჩაძე გიყვებათ ამბავს. ფეხი ჩამოდი ვარკეთინდა, ფეხი თაკლავისა. ფეხი და 65 წლის კაცი. როსტომის ცეცხლზე 65. რამდენი წელია რაც აქ მუშაობ? ახაც მუშაობ, გეოლოგი ვარ. ავტომობილებში მუშაობ. საკნავთობში მუშაობ, სმენის უფროსი. დაიხურა ნავთობი, აერია, ცხოვრება და მე დავიწყეთ ასეთი ფიზიკური შრომას. მაშინაც ფიზიკურად მუშაობ და თქო, მაგრამ სარემონტო კანტორებში ვიმუშავე ხანსად ეხლა აქ ვარ ბოლოს. ორი შვილი ყავს, გოგო და ბიჭი. გოგოსგან ორი შვილი ყავს, ბიჭისგან ერთი შვილი. 8 წელი ცხოვრობ ოჯახში და მუშაობ ორი. მე და ჩემი გოგო. გოგო მუშაობს, მაგრამ თავისი ორი ბავშვი ყავს, თავის ხელფასი არჩეს ინახავს რა. გოგო მუშაობს იმით. როგორ არის? ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში მუშაობს. როგორც თავისი შვილები ყავს, თავის პრობლემები აქვს რა, როგორც ასე. მაგრამ ოჯახი შვილი და ნაჩენს ჩემზეა. ბიჭი მუშევარია, არ მუშაობს. ვერ ნახავ ერთად რა, სამსახური. პროდუქტებს იდულობ. აი ამით ყიდულობ. პენსიას ვერ ვიღებ, იმით ყიდულობ, მივიტანე ერთი მეშვიდე კარტოფილის მაგვიტაერი რაღაცა და კომუნალური მოხსნილი გვაქვს. მადლობის ფედერამეთ, აი ამით ყო, ეს რო გადასახლები ყოლებოდა, ყველანაირად გამიჭირდებოდა. 10-ნაირი შეღავათი, 10-ნაირი რა ვიცი, უნდა მისულიყავი ვისაცვებულები რომ ასესხოს. კიდე კანი დომა მაქვს ხალხში. იცი რომ ჩემთან არ დაიკავშირება არა. შვილები რა წინო ბავშვს ერთი ყავს მაგარი ჭაბელი რო შეხედო გაგეცინო სულკანა ერთი პატარა არის ხილი მიმაქხომე ასულდა და ხალისიანები არის უხარიათ მისულა ყველაფერი გამოგვიტანე პირველ რიგში ხო იცი რომ ამზაფხულზე ხა ველოსიპედები გამომზადებია პარკში დაბერებო ხელოსათა მიყვანა ყველაფერი გავუკეთე შეიძლება უნდა ახლა გარეთ ვერ გამოხარ ჯერჯერობით ჩემთვის ჩვენ აქ ყველანაირად გავდივართ რა იგოლა და ბავშვებს ყველაფერი არ ვაკლებ ვიტომ და ვიმუშავე ესე თორა ჩემთვის არ მინდა იმათვის მინდა რომ ვიმუშავე როცა ტრანსპორტიც იყო რამე 7 საათი აქ ვიყავით ხოლმე ახლა 8 საათის შესაძლებელი მოდივა ხოლმე მაშინ 7 საათი დიდი თარიღი ზეითად მეშობა დიდი ეს ვატრი მოდიან შეგულობენ და ჩვენ გამოვახდა ესე მიდის მე შედება ხოლმე მეშობა ეს და მაინც საღამოდი ვარ ხოლმე აქ იმიტომ რომ ზოგი გვიან შემოდის ზოგიასა და მის შედევს გაძრებაზე. მის გავშედებით ხოლმე გავშედებით ხოლმე საღამოდის. ოჯახი როცა ითხოვს უნდა წამოხვიდო. თუ საშუალება მეტად დამასწრება არ დამისვენია ჯერჯერობით. დაახლოებით აი 9 აპრილის მერე ადამიანისვენები მისმენ. ეს მაგარი გატერია. ასეთ პირობებში უძლებს მას რა თქმა უნდა. ასწორება არ არის. ხანაი ჩამოწაფიეს ხოლმე. ჩვენ ყველას ჩვენი კლიენტი გვყავს. ის კლიენტს არ ვეცდები წავიყვანო, ის ჩვენ კლიენტს არ ეცდება წაიყვანო. ყველა ახალგაზრდას დასაკომანია. მაგაში მაგრებია, კარგები. ო, გეფიცები რომ წინა რამე ჩაგიდგება ეს კლიენტებს აიყვანოს, იქით მოგეხმარება რაღაც ესე ხდება. ასე რა იყო ახლა ვერ გავძლებ. აბა ეს ვეთქი აკა. ეს პატის. ჩვენ ვცდილობთ დღეს უფრო ახლოს გაგაცნოთ ის ადამიანები, ვისაც გვინდა რომ დავეხმაროთ, თუმცა ბუნებრივია რომ ეს ადამიანები არ იქნებიან მხოლოდ ვის დახმარებასაც ჩვენ შევძლებთ და გაცილებით უფრო მეტნი იქნებიან ისინი, ვისთანაც მივა თქვენს მიერ გადმორიცხული თანხა დაახლოებით 20,000 ლარია უკვე ანგარიშზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ აი ეს ქვედა სპეცანგარიშზე არის მოთავსებული თქვენი წინა ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა, რომელიც მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სჭირდება, დანარჩენს თქვენ ციფრებს ხედავთ. თითქმის 20,000 ლარი უკვე მობილიზებული ანგარიშზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად, თქვენ და ჩვენ ვეხმარებით მშიერ ადამიანებს, ვეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ კორონავირუსის ისე, როგორც ეშინიათ იმ რეალობის, რა რეალობის წინაშე და სხვალთა ზეგდადგებიან.